თიკლე სახშია მომშენი? კიდე როგორც მობილოპარეკეთ. ანასტასია მოსულა, რა ვახარ? კარგად ვახოძია თქვენ? რა ვიცი, შენ და ქალის ხელში. წოწონი, ახლა კიდე ეს მანქანა მოიგონა და. რა მანქანა, ჩემთვის არაფერი არ უთქვამს. მანქანა მიყიდეო, აიჩა მაგაცო. რაღაცა ფული კი გვაქვს, მაგრამ ნაწილი გვაკლდება ახლა და ეხელოსან მაგათა საიდან მოუტანო ასე უცბად $1500. თან იმნაირი უხათრულია ეს. ყავაროთხო, ბიჭო იმას არ მოგიტუხებს. აუ, ხომ მოგიტუხე იმ დღეს? კი, მამა, იმ დღეს, დეკემბერში. თიკლე სისხლი არ გიცდიათ? ცადით, მაგრამ ბანკები არ გვაწლევენ. არ არიცხებ მამაჩემს ხელფასი. უი, თიკლა, თქვენ რომელი ტელევიზია გაქვთ? ტელევიზია, Samsung-ი. ტელევიზია მეთქი. Silknet-ი. უი, ვახუძია, Silkbank-ში 500 ლარიანის ეს Silknet-ის მომხმარებლებისთვის. თავადი ტელევიზია, ინტერნეტი, მობილურის ნომერი კონდეს Silknet-ის და საერთოდ აღარ არის საჭირო, მე ხელფასის ცნობა და საბუთები. აუ, მართლაც უღადაობ. ხო, Silk-ის აპლიკაციიდან მოითხოვ. აუ, please რა ესეთი თუცადოთ. კაი, ხო, ცადოთ საღამოს. მიდი ერთ ყავა მომიდუღე რაცა სასვლელი ვარ და. აუ, ძალიან მიზარება შენ მოიტუღე. ხედავ ბიჭო რა უხათრულია, ხედავ. აუ, შტედი ხარ თიკლა. მარიკოს ექსკურსია რომ ეზიზღება ისე არაფერი რა. შეხედე ერთი ამბავია მშობლების ჩანთში. ხო ქუთაისში მივდივართ სათაფლიაში. აუ, ინგა გახსოვს მე რო ყავდი სათაფლიაში? სტალაგმიტი რო წვეთავდა და თლიანი ბოთლი წყალი რო გაავსე. მეთქინდოდა ისე. გოგო, სტალაგმიტის წყალი მისწრებათ მე ბიჭთვის. დღემდე მიდევს კაცო ბაბანოში მწვანე ბოთლით, ხო ცოტა დამრჩა. ეხლა კი ჩამოვიტან ახალ ბოთლს. ერთი კაი ლიტრიანი უნდა გავავსო. აუ, ჯესაჭმელები გაინაწილეთ მშობლებმა? თუ ისე მიქელაძის დედამ უნდა წამოიღოს კექსი. აი ეხლა ვინაწილებთ საჭმელებს. გოგოებო, ეხლა მწვაძე ლაპარაკობდით თქვენ და მე მწვადს ვერ წამოვიღებ, იმიტომ რომ ბავშვი მყავს ალერგიული. ხო და შემიძლია რომ პური წამოვიყო. დაუხატავ ეხლა ამათ მწვადს, რა პირები აქვს დაღებული. აი მისეც ხوار გაიქსავნა. აუ, სიბაშვილის მშობელიც მოდის ნეტა, რეებს აკეთებდა წინაზე. მოიცე, სიბაშვილის მშობელი რომელია? რომელი? ეგ არის თუა. აი მე ერთხელ ისეთები აკეთა გახსენება არ მინდა. სად ვიყავით? კახეთში მიდის რაღაცა ციცაბო უბედურ გზაზე მარშრუტკა. ცალკე მე ვნერვიულობ, ცალკე კიდე მძღოლი ოფლიანობს ნერვიულობისგან დაძაბული ახლა ადამიანი. ირთვება უცბად სადღაც მუსიკა, იწყებს ვიღაცა ცეკვავს, გავიხედე სიბაშვილის მშობელი. აი მე თან კინტაური ამოურჩევია, როგორი აქტიური ცეკვაა ეგ, ხო იცი. ძლივს გააკავა მე დამდეგებელმა ყანყალებდა მარშრუტკა. მაშინ მართლა მეგონა რომ იმ ხრამში ჩავარდებოდით. ბავშვს რა მოაქვს მიღებული? მე აბა რა იქნება ანასტასია, ისეთები აკეთა მაგ სიბაშვილის მშობელმა უკანა გზაზე გოგო დათურა. ვიღარ ისვენებდა უკვე მარშრუტკაში და მე მძღოლს ჰქონდა წამოღებული ის როა, ბუქსირის თოკები, გადასაჭერი და ავიყვანეთ მარშრუტკის თავზე თავაბით და ერთი ბოლო ფანჯრიდან ვისეჭირა. ლეჟავას მშობელს და მეორე იმას ლომსაძეს ფანჯრებიდან. ეგრე ჩამოვედით თბილისამდე და ეგენი ხო იქ ცხოვრობენ დიდი ღომში. ხო და დაგხვდა თავისი ქმარი გუდრილთან. ჩამოვხსენით მე გავატანეთ და სხვადასხვა ძალიან კარგი ბიჭია. მამა ბავშვის, ხო, სულ ბოდიშები და ისინი გვიხარდა. შემოდით კლასში ბავშვებო. აუ, მას კიდე ღონისძიებისთვის უნდა მოვემზადო, წინა გაკვეთილზე ხო ვიმღერეთ. მაგას მე გადავწყვეთ. როგორც სხედვართ ხოლმე, პირველი ხმა აქეთ, მეორე აქეთ. უხმოები ფანჯარასთან. კირკიტაძე უხმოები მეთქი. მოკლედ, პირველი სიმღერა, ძვირფასო მასწავლებელო, ხო? ომარიკო არ გინდა დიროლი, უფრო ემოციურად იმღერებ და კარგი ხმა გიქნება რო დაღეჭა. ორი წელი მომეცი. მას ეგ სიმღერა ვიზია? ცოტა შორის ეს სიმღერა დავწერე კარგი 10 წლის წინ, მაგრამ თქვენს მასწავლებელზე ჯდება კი. დავიწყეთ. ძვირფასო მასწავლებელო, ნერვი გითო გავსისევ. გავიმეორეთ. ძვირფასო მასწავლებელო, ნერვი გითო გავსისევ. ისევ გამიგრძელეთ. კევის რეჭვის ხმა მესმის. მას თქვენ ღეჭავთ კევს. მე მასწავლებელი ვარ, მე მგონი. თან ისე მიყვარს დიროლის საზამთროს გემოს, ხო? შემოვიდა ეს საზამთრო თუ იცით? თუ იყიდება ნეტასადმე. მაზეა ჩემო მოიტანა საზამთრო გუშინ წინ და რო გაჭრა სულ თეთრი იყო და გადავაგდით. გავაგზავნოთ შემდეგი ნაწილი. ბავშვი გაკვეთილს ვერ სწავლობს, გადაგეკეტა ისევ. ძალიან უწევს ეს გადასვლა, ხო? დაკაც ევ გავაგზავნოთ, ხო ისევ.
ოღონდ ერთი აიღე მარტო. ვასო რა ხდება მანდ? არაფერი მას. მას ვინც არ მღერით ზეიმის დროს რა უნდა ვაკეთოთ? რა უნდა აკეთო, გოგო? შენ დასაცმელი არ უნდა გამოიცვალო ზეიმის დრო. დედოფლის ფორმას ხო იცვა, მარა ვინ შენ დედოფლად დაგნიშნა კიდე. გავიგე მას რაც თქვით. ხო არ უნდა გაგეგო. ახალი კები ვისა? მე მაქვს მას დიროლი. აჰა, გამოგიჭირე. დატოვი ახლა ვეგაკვეთილი. თიქ რა შვები? გოგო, კიდე წევ ხარ? არა გოგო წეღარამდე კი ხავ გორაობ უბრალოდ შერეშვები გოგო რა ვიხავ ჭამე მეც საჭმელი სამსახურში გავდივარ. დღეს მუშაობ შვიდამდე და რა თუ გამოივლით მითხარი წინასწარ. მედათიკა თუ მე და ჩემი ახალი შეყვარებული რა ახალი შეყვარებული გუშინ არ დაშოვდი? გოგო ეს იყო გეგმა B თუ ლოჟასთან ურთიერთობას ვერ ავაწყობდი აგერ იყო ნიკა მეორე ვარიანტი მინე ჭკვიდან გადამიყვან რა. ჩემი ზელატოსი სადა. არ ვიცი. შეხედე ჩემ ზელატოს. აი მოატეხე ხლა ერთი ამბავი. ომარიკო შენ ზელატოს ჭამს კი მეორე შეკვრაც მოგპარა წეღან და ჩანთაში ჩაიდო კაი იქა მეორე შეკვრა და აიღე ნუ ბღავი ხარ. ვის მოგაჩეთ მასე? მოდიო. აუ ლაივში თქვენი ჭუბი საერთოდ სხვა თემაა ნეტა მე ვთქვათ ხა ზელატოსი ჩაუჯდებოდი უკეთესად გოგო გაასწორე რა კამერა რომ დაგინახოთ თან მახსოვი. თმა. არ უნდა მომკეთო. ხერები დაიმუკრე. გოგო რა კენი მოკალდი ბავშვი ხალი ჩაზე დავაგდე და წივილი კივილი ატეხა. დროზე უნდა გავიდეს ხდა სანამ გამოვა. დაგირეკა უმერი. აუ დღეს ვირი გამოვა ახლობელი ჩამოდის გორიდან და იქამ სახში იყავიო. მოვიდა მე მგონი. მობძანდი ძირა მობძანდი აქამ შვიდობა როგორ ახლა უბაშლი ჩამოგვიტანა უეჭველი. გოგო კარგად აი მე სამდენი ბაშტი და ჩამოგატანინა გოგო ხო გითხარი. ანესორიაში კი როგორ ამოიტანე გოგო აკამდე ვინ ახარ შენ? შემოდი. შემოვა. გოგო ქოშები გაქვს? ომარიკო მიდი მოუტანე რაც ირა დაიდას ქოშე ჩუსტები. გოგო დაგერეკა მაინც ამოგატანინებდი ამ ბაშლებს ქვემოდან. გოგო გზაში დამიჯდა ტელეფონი და ვეღარ დაგირეკე ის მინდა მტვირთავი გაქვთ ამისი. კი მომეც დაგიტენი დაჯექი შენ მანდ კაცო კაი ყავანო დაგალებინო ეხლა ხილსაც მოვიტან ეხლა ვედავჭრი. აგერ არის ბაშლი. ცირადეი დარაქნა მარი მოიფიქრა სადაბარებს. მოიფიქრა არა ისა კიდე. თვითონ იცის დეტა რა უნდა. დედა ომარიკო რამ ხილა გაზრდილა გოგო. ხო წელს ცოტა აიღარა ტანი სხვათა შორის. ყველაზე დაბალი იყო კაცო კლასში ისე ვჯავრობდი რომ რა ვიცი. ეხლა გადავუსწრო 3 კლასელს. ხო თუ რამდენს გადავუსწარი ბიჭო. კი სამს. მე და ცოტნე ვარ ეხლა ტოლებნები, მაგრამ მაგასაც გადავუსწრებ. აუ ჯერონშია. დედა ეხლა რა გაგიკეთო ომარიკო საჭმელი. აგერ არის ვაშლი და შეჭამე. რამდენაირია თან უყურებ? 1 2 3 გოგო ეს ბროცკია? ბროცკია გოგო ვალერის ხელით არის დაკრეფილი სულ. ანასტასია მისწერე რაშულო გეხვეწები მარის მოაფიქრებია ინსტიტუტი რომ ჩამოვიდეს გოგო ქალაქში ამოხდა ბავშვსა იქ ასული კომბინატში. კიკი მივწერა უცილებლად. აუ ვინდა შამპონი რო აღარ იყო არ უნდა გითქვა. რით დავიბარო ეხლა თავი? დაიმე როგორ დამავიწყდა წერან ყიდვა. ბაშლით ვერ დაიბა ხო? ლაპარაკობ ტელეფონს. ხო და ეგ დნმ-ის ტესტი გაიკეთა იმან ჩვენმა მეზობელმა სოფელში. ხო, ნამშრომლობა კი ხაფინ გაიკეთა ნაზი ზირაქიშვილმა ხო და აღმოჩნდა რომ მაგისი დაიღო გაშვილებული იქ. გვერდზე სოფელში გოგო იქვე აი ყურის ზირში. ხო. და რა ვიცი ალბათ 3-4 წლის ამბავს გიყვები. ჯერ მომწონს ეს პატრიკ. ბოლომდე შეჭამი ცოტა მაგას ეხლა. ვერ შეჭამ. რას ვერ ჭამ ვერ გავიგე მოსულთავებული დამტესტებში. გოგო ვერ არიან ესენი კაცობი ბადრიჯანი გავაკეთე ოქროსავი და პირსერაკარებს არც ერთ. არ არის ოქრო. ბოლომდე მეთქი ეხლა. ხო, არ ვიცი მე რანაირი ჩემი შვილები არიან, ვერ გავიგე. მეც უნდა გავიკეთო ერთის დნმ-ის ტესტი რა არის ასეთი. დავადგინო. ხო და მე მოგცემ იმას რა ქვია, თამუნას ნომერს, დედა თუ მიწერია ნეტა მუსერიძის ის ტელეფონი. უნდა მქონდეს სადღაც, მოკლედ რომ წამქონდეს გაგიგებ ეხლა მე შენ მაგას. ეტყვი დაურეკავ და ეტყვი კაცო რომ თამუნა ის ტესტი მინდა და არა გოგო რა სახში მოდის და გიკეთებს წესს თუ შენ თვითონ გააკეთებ ყველაფერს და გაკვალიანებს. ხო, მე რომ მოვა პასუხი გამოაგდებს მაშ რა ქვია სანათესო. აბსოლუტურად ყველაფერი, ხო? ხო. გული მეეო უკვე. დაგირეკავ ცოტა ხანში და ეს თუ არ მივასიკვდილო მე არ ვიცი და შენ ესე იგი მოდი ძართული მოთხრობაა ვერ ვსწავლობ. რას ვერ სწავლობ ბიჭო მაშინ არ უნდა დაიმახსოვრო. წაიკითხე მიდი. ბაბუის ტრაგიკული გარდაცვალება ძალიან მძიმე გამოდგა
ქეთო ბებიასთვის, რომელსაც მარტოს უწევდა შვილიშვილების გაზრდა. Τι რატო უწევდა მარტოს გაზრდა? არ წაიკითხე ხა კაცო, ქმარი გარდაეცვალა, ანუ ბავშვების ბაბუა. როგორ გარდაიცვალა ხა კაცი გამახსენე. ბაბუა ადიდებულმა მდინარემ წაიღო და ტრაგიკულად გარდაიცვალა. ტრაგიკულად ეწერა მან? ტრაგიკულად, ტრაგი. მიცი ერთი ზელატოსი აქ. ვერ შეჭამიწოდე სანამ ბოლომდე არ ისწავლი მაგას. ჩემ უფლებებს რო არ ღვევ ეხლა იცი? ბავშვდაცვის დღე მოდის და ბავშვები უნდა დაიცვა. რა მაგარი ინფორმაცია გააძრო, რატო არ იცავ ინგა უფლებებს? უფლებებს მოგცემთ ეხა მე თქვენ რა. ქართულშია კაცო ნიშანი გამოსასწორებელი. ჩვენ მასწავლებელმა გითხრა რომ 1 ივნისია ბავშვთა უფლებების დაცვის დღეო და არავინ არ უნდა შეგზღუდოთ. მე ხომ იყავ ხარ ინგას პირველ შთაწმინდაზე. ეხლა რო შეგზღუდოს რაღაცა გიყოლოს ხო ხარ ღირსი. ეს ყველაფერს ღირსია ჩემგან. იმის ღირსია რომ შეუჭამო ეხლა ეს. გემრიელი კია თან. გააგზელე მიდი კითხვა. პატარა სესილი ბებია საძოვარზე გაყვარათა მისთვის შრომა შეემსუბუქებინა. საღამოობით ძროხებსაც წველი და ხოლმე და ყველიც ამოჰყავდა ბებიის დაუხმარებლად. აი როგორ შრომობდა ბავშვი. შენ კიდევ ბანაობაძებს გასწავლე დამოუკიდებლად. არაფერი შე რო არ იცი. ამის ჭამა ხო იცი კარგად. ინგა ბედბანის კონცერტის ბილეთებს ყიდულობდა არ დამირიკო ცოტა ხანი. ლევანი? დედა ვინ ლევანის კონცერტია გოგო? რა ლევანი ბედბანის კონცერტი მეთქი. 7000 კაცია შემწის რიგში და საიმ ბილეთი უნდა ვიყიდო. აუ გული მიგზნები ძალიან კარგს, მე მგონი რომ ვიყიდით. გული კარგს კი გიძდებს აჩქარებული გაქვს. სამი ჭიქა ყავდალია ბოლო 1 საათში. აუ ერთი წუთი, მაგ ყველაფერს როგორ ვყიდულობთ, გვაქვს ფული? საქმეც ეგაა რომ არ გვაქვს თიკლა, მაგრამ მე ხო ავიღე მე ბარათი. ხო და ეხლა აქვთ ტრეველ აქცია. შეგიძლია ფრენა სასტუმროები და კონცერტის ბილეთები იყიდო და თან ხასახლავე კი არ ვიხდით. 6 თვეზე ვანაწილებთ 0%-ად. თუ გვიგბარათი არ მოგიტანია აქ. აუ მე ხათაურები. პუშენი სახში დამრჩა. დაურეკე მიდი ინგას და გიპასუხებს. ხო ურეკა უკვე. ხო ანასტასია. ხო. ინგა მომისმინე, ჩემ ოთახში შედი ეხლა და მან უნდა მქონდეს მაგიდაზე მე ბარათი, ხო მან დამრჩა ნახე. ხო დაიცადე, დია მოვალი ხარ. დალი გოგო ეკყავა რა. აჰა, შევედი აბა შენ ოთახში. შეატრიალი კამერა. მომისმინე, ეს არის? მერე. ხო, იგარი გჭირდება. ეხლა რა თქმა მაგ ფულს გაუშვი ხელი. რა ფული კაცო? ეგ ფული დააბრუნე მან და ბარათს გადავიღე ფოტოები და ჩამიყარე პირადში. ეგარი დეკლე შეგვიშვა საყიდლად. წავედი. აუ რა მხელა მოედანია ხადაო. გოგო ის ზემოთ ბილეთები იყიდე, მან იაფია ხოლმე და თელი მოედანი ჩანს მან დედან. 80 ეურო დროზე მიდი. ეგარი მომნიშნა ზემოთ 3 ადგილი. 13-15. აუ 13 ნომერი არ იყიდე რა ძალიან. ხო თერსი რიცხვია. გოგო მაგის დროა ეხლა. კაი ხო, თიკო დავსვეთ მან. ვიყიდე. მოიცი რომელ ქვეყანაში ვიყიდე? ნიდერლანდები. აუ მან სანტა კლაუსი არ ცხოვრობს. გაიყო. ლელა! როგორ მახველებს? მოვედით გოგო, როგორ იღება ეს ჭიშკარი? უი, ერთ წუთი ინგა ძაღლი დავაბა. ლუსი მოდი აქ. ლუსი ნახე შეხედე. Τι რა ლამაზი ადგილია. მწვანე და ბევრი ხეებია ყველგან. თბილისში ვართ. ხო, კი არა გავს თბილისს, მაგრამ თბილისია. დიღომი 8. ინგა გააღე შემოდით. შედი მიდი. მობძანდით, ასე უნდა დაგვივიწყოთ. რომელ დავიწყებაზე მელაპარაკები, ხალბატონო, ერთხელ ვერ გამოგიყვანე ჩემამდე. ესე იგი შენი ბიჭი ყოველ დღე იზრდება. მოდი. რანაირად კოჩნის ხოლმე. ლელა დეიდა გაბრიელი სახშია. ვიმე, აქ დაჭირჭიტობდა სადღაც, მიდი უკან გაიარე და მოძებნე. ხო, აქ ჩამოვსხდეთ ინგა. უფ, კაი სიმწვანე გაქვს ლელაკო რა. და ზოგადად კაცო არ ვიცოდი მე ახლა აქ ნამყოფი არ ვიყავი რა ხანია. დიღომი 8 არაჩვეულებრივი უბანი ყოფილა სუფთა და წყნარი. ძვირფასი გოგო, ძვირფასი. საღამოობით ფეხით დავდივარ ხომ ეს თუ შემოვივლი ხოლმე მთლიანად სვიადი მეუბნებოდა რომ ამდენ თუ დადიხარ, ბარიღამ დავრჩენილიყავით მცხეთაში და გევლოიქი და ფეხით. ხო იცი რა ენა. ხო რა ენა და რა იუმორი. გაბრიელ სათხარ. თუ და კიდე გაბრიელს ეძებს ეს. იქით ნახე. აი მე გუშინ იყო მობრძანებული ჩემი დედამთილი. ხო და მე ხო სულ ის ვიდეო თვალებით ესენი მიყენია ჭიშკართან, დავინახე რომ მოდიოდა. ჩამოვაფარე საყს უცბად ეს ფარდები ვითომ გასულები ვიყავით და იძახა მე და რო არავინ არ გახედა, გაბრუნდა წავიდა უკან.
დელა არ შეაჭმებინო იწოდე მაგ კალს თავი და თვითონი დარდოს როგორ შენ კი ცხოვრობ აგერ ძალკოტში. მაიმე გამაცინე მეტი საქმე არა მაგინ ერთხელ ცხოვრობ ადამიანი რა. დალე მიდი ვაიმე კექსი მაგ გოგო გამომცხარი გამოვიტანო ეხლავე. ომარი გონდა გარაჟებისკენ ხო არ გავიდა უკან. ჩორტი მიდი. ყავები მზადა და სნექებიც გვაქვს. აუ რა მომეწონათ ეს ფილმი ეგრევე წავალაკიდან. ხო გითხარ ჯობის წიგნა კი ჩართეთ მეთქი. ჯობის წიგნა კი ზეპირად ვიცი უკვე 17ჯერ მაქვს ნახი. კიკოს 8ჯერ. შენ კიდე შენი შეყვარებულების ჯამური რაოდენობა 2-ზე გამრავლო იმდენჯერ. აუ ერთი წუთი მომასმენინეთ რა. ანუ ეს ბავშვი ვინო ამ კაცის შვილია? არა ეგ ბავშვი არის ამ ქალის შვილი და ეგ კაცი ამ ქალის მეორე ქმარია. სადღაც გადავიდნენ ახალ სახლში საცხოვრებლად დღესთან ახლოს. აუ გული კარგს არაფერს არ მიგრძნობს. რანაირად მოკვდა ეს ბავშვი? მოიცა ეს ფილმი შესავალი იყო? აუ რა ჩამირთეს ეს? მე რა მგონია ეს თეთრში რო ორმოა მოთხრილი კარი რაღაცა დამარხული უეჭველი. ჯადო. აუ 3 წელს ვიყავ ვინ გამროიპოვა ეცით სახში ჯადო? რაღაც თოჯინა იყო და ნემსები ქონდა შეგდით ჩარჩობილი. მე გაიყვარო თუ მე ჩამიდი ეგ თოჯინა ნემსებს დაძაბების ყუთში. მოგდა შეჭობია. დაინახეთ უკან მოჩვენება ამ რო გაიარა. ფარდა იყო ეგ. მოჩვენება ყოფილა. აუ წყალი არ მოგიტანია. და გიზალოტოსმა პირი დამწვა. არ მომიტანე გადამოიტანე. გამორიცხულია ვერ გავალ მეშინია. რა გეშინია გადაობ? თუ ვერ გეშინია შენ გადი. არა მე ვერ გავალ მეშინია. წყალზე ხო ტუალეტიც მომინდა ძალიან მებსია. ტუალეტში კიდე მარტო ვერ გავალ შანსი არ არის. ის მინდა რა ქნე ციმანტკარადაში ქვემოთ არის ომერიკოს ძველი გარშუკი და ეგ გამოიყენე. იქით დადიოღოთ შემოსასვლელისკენ. აი ვიპოვე კი. აქეთ არ გამოიხედავთ. ანასტასია მოვედი მე. თეკლა რას აკეთებ შვილო? მასო ტუალეტში ვარ ხადა რო გამოვალა გირეკა. დე ვიღაცა კარზე. გამარჯობა. თქვენ ხართ ხო ჩალიჩა სანტექნიკი? მობრძანდით. არა გაბატონო მე რაბი მქვია. ჩალიჩა თვითონ ის სანტექნიკის კომპანიასადაც მუშაობ. თვითონ ფირმის სახელია ჩალიჩა. ხო, ცოტა კი ავირიე. ხო, აი კითხელ მარცხნივ არის ვანა ტუალეტი. აი შემობრძანდით. დე ტუალეტში ვარ ასაკეთებ. გამომარჯოს პატარა ბიჭი. გამარჯობა. არა უშობ ზომარი არ ვიყურებით მანდეთ. მოკლედ, აი ეს არის ხელსაბანი, ხო და სადღაც მე მგონი რომ წყალი წვეთავს რა, იმიტომ რომ მე დილაობით ხვდება ხოლმე სველი ატაკი და აი ნახეთ ნესტიანია მე მგონი ქვემოთ კედელიც. აი. გასაგებია, ეს წყლის მილის ამბავია ყველა ვარიანტში. ამას დიაგნოსტიკის აპარატით დავადგენთ ჩვენ. რა ადგილას არის უცბად და მარტივად მოგვარდება. აპარატით. ხო, ეხლა მე თქვენ კომპეტენციაში არ ვერევი ნამდვილად. ვაიმე კიდე რა მინდა. მე თქვენ დაგირეკეთ იმის რა ქვია, საკანალიზაციო მილის გაწმენდაზე. ხო, იმიტომ რომ ახლა აგერ ჩემი ცოტა პრობლემური კუჭნაწლავი აქვს, ხო და ამას თუ შეკრულებები და რაღაცები დაიწყო მე ხო საერთოდ და ბარეხა მეცეც მოვაწესი როგორ თუ შეიძლება. დირებს ამბობ. გოდით რა 2 წუთი და გამოვალ. სად გავიდეთ კაცო, დიაგნოსტიკას აკეთებს ვერ ხედავ. კენი უცბად და გადინიდი. ახალი შემოსული ვარ. იყავი მაშინ ახლა რა გავაკეთო? არ გიშლი შენ ხელს. აი, ნახეთ ხალბატონო, ეს მწვანე არის გამსკდარი. აქედან წვეთავს და ესასვენებს კედელსაც. აი, შეხედეთ. დედა, ჰაერიცაკიდან ეპარება თუ რა ხდება, არ ვიცი. ონკასაც რომ მოუშვებთ კაცობები, რაღაცა ტრიალის ხმა აქვს თავიდან. გაჩვენებთ ეხლა. ხო, ეს არ იყო ტრიალის ხმა. აი უყურეთ. აი ვქინჯო კაფეში გამოვიდით. ყავა მინდოდა ძალიან. საკიში თითქი მაგ დღეს. მოიცა რა მოზე უნდა იყო იქ, ხარ გაგვიანდება. არა 15 წუთში მივალ იქამდე რა უნდა. აუ ხალხასამდე მაგ ძალიან მაგარი კრიზისი. ეხლა ეს როლერს დამინანა ამ ყავაში როგორ დავიხადე. აუ გახსოვს ესპანეთში ევრონახევარი რა ღირდა ხოლმე ყავა. და ჩემს დღემდე არ ჯერა რა ეგეთი ფასები იყო. აუ თეკლას დაურეკე რა სად არის აქამდე. დაიცა. Hello. რა hello სათხარ ვეღარ მოხვედი? მოვედი. პრეშვებით. თუ აქ იყავი რაღაცა მიპასუხე ტელეფონზე. თქულა დამახარჯინე 20 თეთრი. რა იყო კათერძისი გაკ? ანუ აი ფინანსურად რა უჭირთ ხოლმე. კრიზისია ეგ. აუ ზოგჯერ ვფიქრობ ხოლმე რომ მეორე სამსახურიც ვიშოვო. მაგრამ მე ბოლო მომიღება. ხო აქ ძალიან ძვირია საერთოდ ყველაფერი. აუ გახსოვთ ესპანეთში ევრონახევარი რა გეტა ხოლმე ყავა? ხო ძალიან მაგარი იყო ესპანეთში.
აუ 9 ის არის ევროპის დღე, ექსპო ჯორჯიაში. ხოდი წავიდეთ, რა რაღაც ღონისძიებები იქნება და კონცერტი კიდე. თან ხოც მან ძალიან მაგარი ხალხი იჭდება ხოლმე ყოველთვის. წავიდეთ კი მემცალია. შაშანა ძალიან მაგარი იყო მან. მაშინ მივხვდი გოგოებო, რამდენი აქტორმა გაკეთებული ევროკავშირ საქართველოსთვის. ეხლა კიდე კონცერტი თუ იქნება ძალიან კაია. აუ თიკო, შენ თითქმის შეყარებული თაზად წამოიყვანი, არ გინდა? აუ შენ კიდე რაღაც ახარობულებ მაგას, აღარ არის მაგაში ყავა, დაიცალა. მიხედავ პირველ არის მაგ გადახდილი. სანამ ბოლო ყინური არ გაუდინება, კიდენ წამსვლელი არა ვარ მე. ჩამოსულია ამას ახალი ტავარი. რა იყიდა ნეტა? ვა, TikTok-ს სკროლავინგა? კაცმა რო კითხოს უშმაკის მოგონილია. შენ ის უნდა გენახა გუშინ მთელი ღამე ლინაკოს რემონტის ვიდეოს უყურებდა. რა ხნა კაცო იმ დრედებიანი გოგოს ვიდეოს უყურებდი და გადავედი მე მაგასთანაც. დაიმე ის არის მაგარი ლიკური. ხო. დაიმე ლინაკომ რომ მან სახლი იყიდა, ნაკვეთი ქონდათ გვერდზე მე მგონი იმას ციცის. ციცის კაცო ბარამიძეებს, ხო, სადღაც მან ახლო მახლო. აუ ის ნახე, სამი გობროს მამიმ სახლი რო დატბორა. დაიმე ეგრო რომელიმე გამიკეთოთ სახლში, ჩაგახჭობთ იქვე და ეგ იქნება. ჩუ ერთი წუთი, დათუნ დადო ახალი ვიდეო ტეკლაზე. რა, მე ხუშინ გამოყევი და სულ მივატყობ. ოი მინე ტეკლე გურგენიცია. ეთუნა გაუგზავნე იქნება იცნოს თავისი თემა. ჩემი სული არ არის. დი შეხედე სელენამ სოიოს ყველი ვიყითეო. სოიო რა არის? იყიდა ახლა მაგასაც არ მოეწონება მაინც და რა აზრი აქვს. დედა წინას რო იყიდა, გასახეთ ქიწვენები, ამის რო გაიგუდა. როცა ძალიან მოგინადრები მაგ. დედა როგორ მიყვარს ეს ბიჭი? ლექსებს რო კითხო. ხო ვიცი, მაგის და ქალი მგავს ხასიათებში. მაჰათორებ ქეთო ჯვარი წერია. თვითონ ეს ბიჭი არ მოგწონს? ხო, მაგრამ რავი, not my type. ანა ყავლაშვილს უწერენ, ქათამი რო გადმოდგი გაზდაკჭა მოშვებულიო. მაგრამ ამას აგაზი გაგუდავს გენაცვალე ბომბებს ანაიჭალებდა დეკემბრის აქციაზე. იტი ის გამაგებინა ეს როგორ ითიიღებავს თმებს. წითელთმიანი ნათიეროა. აუ შენა შეიღებო თმები წითლად. დამახინჯდები. სანდრო გოცილიძე მახალი ვიდეო დადო. დიახ, გიყვარს ეს ბიჭი? რა ვიცი ახლა დიდად არ გიждდები. ის ქალი როა პერსონაჟი. კიდე კაი რო გეთდე და არა ვარ. აუ მე ძალიან მივასება მაგის ვიდეოები. ასე მგონია ხომ ზოგჯერ ჩვენზე გადაობს. ეს კამერა ვინ დამიდო აქ? თუნდაც რო თრო ბურგერი ვიდეო გამოვიძახე. თქვენი სიხირცები ხართ, იცი? ერთხელ ამდგეთ აღარ გავაკეთო საჭმელი. დაიყოცოთ ფშივრები რა ვქნა. აუ კაი რა, დედახოცით მაშინ დავიხოცებით ეგ ბორში რო ვჭამოთ. რაღაცნაირი გემო აქვს. ცოტა მარილი მომივიდა ახლა ზედმეტი, ხო და კამაჩავაჭერი შეცდომი. დანარჩენად რა ვიცი ახლა ოქროსავით ბორშია. ჩუჩუ კურიერი გავს. გისმენთ. კითინდუელი შემოხდა. Hello. Hello, I have your order and I'm near the building. Wait a minute. You are not near my building. Go left and left again. Left and left? No, there's a big dog here. I can't. What do you mean you can't? შეხედე შე როგორ ლაპარაკობს ეს ინგლისურად. ინსტიტუტში რაღაცა სწავლობს მე მგონი მართლა. ძანურებს მიშლის უკვე ეს ინდოელი. Please come upstairs. I will open the main door for you. This is the building. There's a woman with a walking stick in her hand. Do you know her? Yes, it's Nunu with one kidney. Don't give her my burgers. Give her your burgers? Okay. No! Pusheni გამიტიშა. არ მკითხო როგორ, მაგრამ ჩვენი ბურგერები ცალთერ ყველა ნუნუს აქვს. დაიცადე გადავძახებ. ნუნუ! ბეგიძახი. ჩვენია ეგ და ბავშვა მოვაგზავნი ახლა და გამოატანე. რასაც უკრათ მოგიტანეს, კაცო, ჩვენია ეგ. ნუნუმ წაგვართა ბურგერები. ამას თუ არ ჩაუვარდა ქვემოთ ნახავს რა. ის რა ჭაფურიც თუ მოხდა ხელში შემოაკვდება და ეგ იქნება რა. აუ თუ არ გამოდიან ბავშვები მარტო ჩვენ როგორ ვითამაშოთ დავალოვანა. ცოტნე როგორც ყოველთვის დედამისმა კოჩრი წაიყვანა სახლში. ეგ ვერ გამოვა, შანსი არ არის. აი ლიზი მოდის. ლიზი რა მოიტანე? დაგინახეთ ფანჯრიდან მარტო რო იცხედით და მარტინის მზეს უმზი რა მოვიტანე. თან ცოტნე სახლიდან წივილი-კივილი გამოდიდა და ვეღარ გავუწელი. გახსენია ეს. აუ რამ ხელა მარცვლებია შიგნით? ხავაც არის, ამას მეწავიღებ რა. აუ ხელი არ ჩაყო შიგნით. წვიჭი კონდა წეხანთითი. მონაწოდე მეც დავიღო. აუ დედა ჩემი იცით დღეს სამაგარი ტორტი გააკეთა, ძალიან ბევრი ჭამე სანამ აქ ჩამოვიდოდი. ომარიკო დედა შენი სყვირილიც გამოდიოდა თქვენგან, ეხლა რო ჩამოვდიოდი კიბეებზე. ხო, ალბათ ანასტასიას ეჩხუბებოდა. თეკლა და ეგენი გუშინ მანქანი დაიმტვრდნენ და ალბათ მაგიტო. მაგრამ ანასტასია რო სახში არ არის. შეიძლება ისე ჩხუბობდა, ისე ჩხუბობენ ხოლმე დედები.
ხო, ეგეც მართალია. ალო. ომარიკო, შენ შეჭამე ეს ტორტი? კი, ძალიან მაგარი გამოგივიდა, ყოჩახ. აი, ყოჩას მოგცემე. სტუმრებისთვის გამოვაცხე, ბიჭო, ეს ტორტი ნორმალური ხარ შენ, იმდენი მიცვალე ტირიდან. ამოდით უნდა მიგასწიკუდი როსახში შენ. დაჩიშკნილია სულ ტორტი რა. რა ხდება, ომარიკო, ფერი დაკარგე. დარხეული